აბა მოგესალმებით ყველას YouTube-ს გაუმარჯოს და YouTube-ზე ჩვენს მაყურებლებს. გამარჯობათ მონადირეებო და ნადირობის მოყვარულებო. დღეს მინდა კიდე სრულებზე პატარა ვიდეო ჩავწერო და რაში მდგომარეობს ამ სრულების თავარი შინაარსი, მაგასაც მოგიყვებით ყველაფერს. დღეს აგერ წარმოდგენილი გვაქვს ორი ჩემი თოფი MP27 12 კალიბრის და TOS BM 16 კალიბრის და აგერ ლატუნის ვაზნები დატენილი Nobel Sport-ის D20 დენტით და კიდე საცდელად 12 კალიბრის რამოდენიმე ვაზნა მაგ დატენილი, ეს ლატუნები არის 16 კალიბრები. და ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით. აბა დავიწყეთ, ხო, აქ ეს ქვასაც გდია, ეს არის 25 მეტრი. სამიზნემდე გადაზომილი. ამინდი არის დღეს გადასარევი, შესანიშნავი, მოწმენდილიცა, მაგრამ აქ ისე ვერ მოვედით, რომ ნიავიან ქარი არ დაგხვდეს. მიკროფონს კი უკეთია ეს დამცავი ბუმბულები, მაგრამ არ ვიცი როგორ ჩაიწერს, იმედია ძალიან ხრიალი არ იქნება და ჩემი საუბარი გარჩევადია. აბა დავიწყეთ. ესე იგი, ეს ლატუნის გილზები მე დავტენე ბოლოს. გამომიჩნდა Nobel Sport-ის დენტი D20. აქ აწერია კიდევაც 10 ნომერია 26 გრამიანი D20-ზე. მაგრამ ბოლო ნადირობაზე რო ვიყავი რამოდენიმე დღის წინ, რაღაც სულ ორი შანსი მქონდა. მწყერი არ არის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ესე 4 კაცმა ვიარეთ მთელი 3 საათი და 10 ცალზე მეტი ვერ ვნახეთ ესე კანტიკუნტად ამოდიოდა, მაგრამ რაც იყო კია უკვე მოსუქებული. ხო და ორი შანსი მქონდა, ხო და თითქოს 100%-იანი მანძილი იყო მოსახსნელი და ორივე ავაცილე. ნახე. Nobel Sport-ის დენტია ახალი. მადამდე მოვიდა ამის სუნიტო. ო, მაგარი ყანტო. ოვი. ოვი. და ეხლა მინდა რატო ავაცილე მაგი გავიგო ადრე სულ მაქსამის დენტით ვტენიდი და ეხლა D20-ზე მომიწია დატენვა და რამე ხო ისე არ არის სამიზნეზე მინდა გაშლავ ნახო მისი როგორ შლის და რა არის. რაღაცა ცოტა განსხვავებული უკუცემა ქონდა ამ გასროლას D20-ით დატენილი ვაზნების. ვერ ვიტყვი რომ არაკომფორტული და ხისტი იყო, მაგრამ აი მაქსამის დენტისგან განსხვავებული იყო ეს უკუცემა და აი რაღაცნაირი იყო რა, აი სიტყვებით შეიძლება ვერც აღწერო, აი ზუსტი აღწერა ვერ გავაკეთო ამ უკუცემის, მაგრამ რაღაც სხვანაირი უკუცემა იყო. ხო და მაგას ვამბობ ახლა. ერთს ვესვრი ამ D20-ით დატენილს, ხო კიდე ერთი მაქვს ადრე შემორჩენილი მქონდა დენტი C7. ესეც Nobel Sport-ია, ეგ აწერია C7. ესეც მინდა გავისროლო. სულ 1-4-5 გასროლა გვექნება დღეს. და ნახოთ მაქსამისგან რა განსხვავება მივიღეთ ამ დენტით ვაზნების დატენვისას. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ხო და ეს Nobel Sport-ის დენტი ისე ცნობილია, რომ ცოტა ფიცხი არის მაქსამთან შედარებით. ხო და თუ დოზა მეტი მომივიდა, შეიძლება დიდი ფანჯრებიც დატოვოს და აგერ სამიზნეზე კი გამოჩნდება 25 მეტრი მანძილიდან რა მოხდა და რატომ მოგვივიდა
ესეთი შეცდომა. თუ ეხლა სამიზნე თანაბრად გაფანტა და კარგად, ესე იგი უკვე სუფთა ადამიანური ფაქტორია და ჩემი ბრალი იყო და ბოდიში და ტყუილა. უტრაკებ ამ ნობელის სპორტის დენს. აბა წავედით. პირველ გასროლას გავაკეთებთ ნობელის სპორტის D20-ით. TOS BM 16 კალიბრი, 25 მეტრის მანძილიდან. ეს კლასიკურად ჩვეულებრივად ესე მოსანთლულია. იქ შიგნით არის პროპკის პიჟებით დატენილი და ეს შინელის ქეჩა დაჭრილი. ხო, ეხლა სანამ მოვნიშნო, კურდღელი გარბის. კურდღელი. პირველად ვნახე აქ კურდღელი. რა კარგი ტიპია. სამიზნე მოვნიშნეთ. ეს იყო ლატუნის 16 კალიბრის ვაზნა, 10 ნომერი 26 გრამი ჩვენი დატენილი ნობელის სპორტის D20 დენტით. ესე იგი იყო პიჟებად გამოყენებული იყო პროპკის მასალა, ანუ მასალა როგორ პროპკის პიჟები ქარხნული და ჩემი დაჭრილი ქეჩის შინელის. და ეს ყველაფერი ეს მთელი საფანტი მოთავსებული იყო ქაღალდის კონტეინერში და აი ესეთი შედეგი მივიღეთ. ვერ ვიტყვი რომ ცუდი შედეგია, სამიზნე არის 65-65-ზე. ცოტა გამექცა და ამ შემთხვევაში მაღლა მომივიდა გასროლა და ტოპის გასროლის შეგრძნებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ რომ დენტის დაკლება ოდნავ შეიძლება. მე მივეცი 1 და 3 გრამი დენტი, შეიძლება ამ დენტის 1 და 22, 1 და 25-მდე ჩამოწევა თავისუფლად აიტანს. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი სროლები. ახლა შემდეგი ვისროლოთ C7-ზე, იგივე ვაზნა, იგივე მეთოდით დატენილი. როგორც გითხარით, ახლა მეორე გასროლა გავაკეთოთ იგივე ლატუნის გილზით, წონა და საფანტის ნომერი იგივე იქნება, 10 ნომერი 26 გრამი და C7-ის დენტზე დატენილი. ეს არის ნობელის სპორტი, ეს რამდენადაც ვიცი, C7 კიდე D20-ზე კიდე უფრო ფიცხია და ეს მაქვს რაღაც 1 და 22, თუ არ ვცდები, თუ ხო 1 და 22 მაქვს ეს დენტი მიცემული 26 გრამზე. იგივე TOS BM-ით ვისროლოთ. მარჯვენა ლულიდან 0.5 იგივე 3 ჭრილი შევიძროვებით. მეორე გასროლა C7 დენტით. პირველი გასროლის მერე ლულა აბსოლუტურად სუფთა. აი არ გავარდა. დავაცადოთ ცოტა ხანი. დარტყმული არის, არ გავარდა. ვცადოთ კიდე ერთხელ. ჩაკვრა გავარდა. არ გავარდა. არ გავარდა. არა უშავს, მაქვს კიდე მეორე C7. ვცადოთ იმით. ეს უკვე წმინდა წყლის კაფსულის ბრალია. მეორე C7 დაინახეთ ხო ქაღალდები სად გაყარა. ქაღალდის კონტეინერები. ამაზე ზუსტად ისევე დაარტყა. აბა ერთი მარცხენა ლულით ვცადო იქნებ იმით გაისროლოს.
არა. იგი დასველებულია, დასველებული არა, დანესტიანებულია შეიძლება ითქვას. ეს იყო მეორე გასროლა ლატუნის გილზით 16 კალიბრი 10 ნომერი 26 გრამი. ნობელ სპორტის C7 დენტზე. როგორც უკვე აღნიშნე, C7 უფრო ფიცხია D20-თან შედარებით და აგერ შედეგიც, აი ნახეთ როგორ თელ სამიზნეზე ესე თანაბრად გაფანტა. ეს იყო თუ არ ვცდები 1.22 იყო 26 გრამზე მიცემული. თუმცა პირველი გასროლაც არ იყო ცუდი, ცოტა მაღლა მომივიდა. კარგი დაჯგუფება იყო, ეგეც ოდნავ იყო ზემოთ აწეული. ეხლა ამით რისი თქვა მინდა. ჩემი ბრალია ის რო ავაცილე და ტყუილად ვაბრალებ ამ D20-ის დენტს ნობელ სპორტისას. თვითფრინავიც მოგვიახლოვდა, აგერ მოფრინავს. აქ წრეს შემოგვარტყავს და წავა დასაჯდომად ალბათ. ესე ლამაზად მოფრინავს. X16 კალიბრი მორჩით გადავდივართ 12 კალიბრზე, ჩემი MP27-დან, რომელზეც ორივე ზედა ქვედა დაგებულია 5-ჭრილიანი ცილინდრები და ეხლა მინდა გავისროლო ორი ვაზნა. რა თქმა უნდა, რიგრიგობით ესენია 10 ნომერი იგივე 26 გრამი. ოღონდ ეს უკვე დატენილია, თქვენ ყველას გახსოვთ ბოლო პერიოდში დასავლეთში ქუთაისის ზესტაფონში რაღაცა ქვიშასავით დენტი გამოჩნდა შავი ფერის, ეხლა აქვე ჩართვას გავაკეთებ პატარა რა დენტია ახლოდან გადაღებულს. და აი ეს არის ის დენტი, რომელზეც ეხლა აღვნიშნე, რომელიც გამომიგზავნეს დასავლეთიდან, ქუთაისში იყიდებოდა, როგორც ამბობდნენ, ზესტაფონში იყიდებოდა ქვიშას გავს. ხო და ეს ორი ვაზნა ეხლა რომლის გასროლასაც მოვახდენ, არის სხვადასხვა მეთოდით დატენილი. ერთი არის ჩვეულებრივად, მეორე ბინარული მუხტი, ანუ ეს მუხტი არის გაყოფილი, გავარმაგებული კი არა, ორად გაყოფილი. სპეციალური მეთოდით ხდება მაგი, ეხლა გავადიდებ და ვეცდები. გაჩვენოთ ასეთი ფრაქცია ძალიან წმინდა არის რო იცოდეთ. და მაგით მოვახდენ ეხლა გასროლას, ეს იყო ის ჯანართი. და ერთი არის ჩვეულებრივი წესით დატენილი 1.5 გრამი მივეცი დენტი 26 გრამზე და მეორე იგივე 1.5-ია, ოღონდ ეს უკვე არის ბინარული მუხტი, ანუ გაყოფილია შუაზე, ორად არის გაყოფილი მუხტი, ანუ შუაში კარდონის ის უდევს გამყოფი პრაგლატკა, სპეციალური საჭირო ზომის ნახრედით. ამ ბინარული მუხტის დატენოს თავისი წესი აქვს. ეხლა ამას კი გავისვრი, ჯერ ვისვრი ჩვეულებრივს. შავი რა ქვიშასავით დენტით კი იძახდნენ, ის არის ნობელ სპორტიო, მაგრამ არ არის ეს ნობელ სპორტი, რაღაცა უფრო ან პისტოლეტის ან ავტომატის დენტს უფრო გავდა. რაღაცა ეტყობა, ერთი ტომარა იშოვა სადღაც და გაუშვა გაყიდვაში იძახის D20-ია, არ არის ეს D20 ნამდვილად. და ერთ სიტყვით ეხლა თუ ამომაგდო ბოტასები და ამ გასროლამ, კი იცით, ვისაც უნდა მოთხოვოთ პასუხი. თუ შემომახვია ეს ლულები კისერზე, მაგრამ ავიცი მუხტი დიდი არ არის და მე მგონი გადავრჩებ, ვცადოთ აბა. დღევანდელი დღის მესამე გასროლა MP27-დან ზედა ქვედა ორივე ცილინდრი აქვს, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელში დავტენით და არის 10 ნომერი 26 გრამი, 12 კალიბრია ეს უკვე. იმ რაღაც ქვიშასავით შავი ფერის დენტით. ძალად ნობელ სპორტით. რადგან ორივე ერთია, ზედათი გავისროლოთ.
პირველი არის ჩვეულებრივი. ანუ ჩვეულებრივად ჩაყრილი დენტით და მეორე უკვე იქნება ბინარული მუხტით ორად გაყოფილი. ხო შიგნით გავხედოთ. შიგნით არის. ეხლა გაჩვენებთ რაც ხდება ლულაში შიგნით. კი იყო ხისტი გასროლა, ხმაც კარგი ქონდა. მომეწონა. ყოველ შემთხვევაში იმ ნობელ სპორტის D20-ის და C7-ის უკუცემას არ ჩამოუვარდებოდა. და ეხლა გაგახედებთ ლულაში რა ჩატოვა, როგორც ჩაიში ჩაყრილი პესოკივით არის. რამდენად დაინახავთ არ ვიცი. მაგრამ ესეთი რაღაცა ხდება ამის ლულაში. სადაა დავკარგი. ეხლა მივიდეთ და ნახოთ სამიზნეზე რა ხდება. ეს არის მესამე გასროლის შედეგი, უკვე მოვნიშნეთ აგერ სამიზნეზე. 12 კალიბრი 5 ჭრილით ცილინდრი. 10 ნომერი 26 გრამი. მოდი ესე ქვიშა დენტი დავარქვი, ამას კიდე ქვიშასავითა. ესეთი სასწაული მე არ მინახია. ნახეთ, აი რა მოხდა აქ. გარშემო პერიფერიაზეა სულ ესე მიმოფანტული რაღაცა მცირე მასა და ძირითადი მასა ქაღალდის კონტეინერში იყო და ქაღალდის კონტეინერიც არ დახია. აი ძირითადი მასა როგორც ჟაკანი ისე გავიდა და გამოხრიტა აი 25 მეტრში. ნახეთ, აგერ ქაღალდები ემჩნევა კიდე შიგნით. Reaction, good nice. კარგად გაჩვენოთ. აი, ქაღალდის კონტეინერის ფრაგმენტებია შიგნით ჩარჩენილი. აი, ამოვიღებ ახლა იქიდან მხრიდან და გაჩვენებთ. წესით ეს ქაღალდი ეგრევე ისეთი ფაქიზი რაღაცა ეგრევე იხევა ხოლმე და ესე მოწესრიგებულად რა ჩაალაგა და რა გამოიტანა ძალიან გასაკვირია. აი ეს არის ის ქაღალდის კონტეინერის ფრაგმენტებია ეს სულ. იქიდან უფრო კარგად გამოვა. მე მგონი აი ეს საინტერესო რაღაცა იყო. აი ესეთი შედეგი მივიღეთ მესამე გასროლის შემდეგ. ეხლა იგივე ქვიშა დენტით დატენელს ვისვრით ოღონდ ბინარული გაყოფილი მუხტით. დღევანდელი დღის ბოლოს წინა გასროლა იგივე ქვიშა დენტი 10 ნომერი 26 გრამი დატენილი ბინარული მუხტით, აი აწერია ბინარი გაყოფილი მუხტით. წესით ამას უფრო ხავერდოვანი და მსუბუქი უკუცემა უნდა კონდეს. ის რაც მოხდა ამის წინ სასწაულია და წარმოუდგენელი. ნამდვილად არ მოველოდი ეგეთ ჟაკნისებულ შედეგს 10 ნომერის აფანტიდან. MP27 ზედალულა, რომელზეც ცილინდრია დაგებული. და ეს ქვიშა დენტით დატენილი 10 ნომერი 26 გრამი ბინარული მუხტით. წესით და კანონით უნდა იყოს უფრო მსუბუქი უკუცემა. და რა თქმა უნდა ეგრეც იყო, მაგრამ აქედან სამიზნეზე ვხედავ ისევ ჟაკნის ეფექტია გაკეთებული. ლულა რა თქმა უნდა ისე ჩავახრებული.
წავიდეთ მოვნიშნოთ და ვნახოთ ამ შემთხვევაში რა მოხდა. უკუცემაზე აშკარად ეთყობოდა რომ დაიკლო. ეს არის მეოთხე გასროლის შედეგი, 12 კალიბრი 5 ჭრილიანი იგივე ცილინდრი, საფანტი 10 ნომერი, 26 გრამი. როგორც მე დავარქვი, იგივე ქვიშა დენთი და ამ შემთხვევაში უკვე ბინარული მუხტით, ანუ გაყოფილი მუხტით. ამ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღეთ, ესეთი განლაგებით, თელს სამიზნეზეა მიმოფანტული საფანტი, სამიზნე არის 65-65-ზე, თუმცა ეს ჟაკნის ეფექტი აქაც იგრძნობა. ესე გახია და გაანგრია. ეს იქნება ალბათ 8 მმ, 7-8 მმ-იანი ფანერა, რომელიც ესე ფენა-ფენაა დაწებებული. ეს DSP არ არის, ფანერაა. ხო და საკმაოდ ისეთი მყარია. და აი აზრზე ვერ მოვდივარ, როგორ მოახერხა ამ ქაღალდის კონტეინერმა ამის ესე ხრეტაზე. თან ისე ლამაზად არის ამოხრეტილი, გეგონება ჟაკანი მოხდაო. ეს არის ქაღალდის კონტეინერი. არ ვიცი რა ქნა. რა დავარქვა. ამ საქციელს, მაგრამ ეგეთი რაღაცა მოხდა. ესე იგი, აქედან გამომდინარე, ამ ეგრეთ წოდებული ქვიშადენთიდან გამომდინარე, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ კონტეინერში ჯობი არ მოვათავსოთ. პირდაპირ ბიორის პიშზე, ან ნაბდის პიშზე. კონტეინერში არაფრით არ ჩადოთ საფანტი თუ არ ჩაყაროთ საფანტი თუ ასეთი დენთით აპირებთ დატენვას. ეს კიდე ამ ბინარულმა მუხტმა უშველა, ეთყობა ესე მიმოფანტა კარგად. წინა შემთხვევაში უბრალოდ ესე გარშემო იყო სულ და ძირითადი მასა იყო ცენტრში ჟაკნად მისული. კიდე ერთი გავისროლოთ ახლა, ერთი განსხვავებული ვაზნა და დღეს ამით დავამთავროთ ჩვენი ვიდეო გადაღება. ეხლა გვექნება დღევანდელი დღის მეხუთე ფინალური გასროლა, იგივე MP27-დან, ჯოკი ცილინდრი და ასეთი ძველებური საბჭოთა დროინდელი კარდონის გილზებში დატენილი, ჩვენს მიერ დატენილი ვაზნებით. იგივე 10 ნომრებია ესენი, ყველა 26 გრამი, დენთი არის D20 ნობელ სპორტის და ერთხელ განასროლია ეს. და მეორედ არის გადატენილი და თავი აქვს სახვევით მოხვეული. აი ყველა არის 10 ნომერი 26 გრამი D20. ხო, ეხლა მოლოდინი რა გვაქვს? ესენი ყველა დატენილია აი ესეთი ჟეველოს კაფსულაზე, რომლებიც არის ლატარია, ხან ვარდება, ხან არა. 3 ცალი იმიტომ წარმოვიღერო, განსხვავებით იმ ლატუნის გილზისგან, რასაც არ მოველოდი, აქ მოსალოდნელია, რომ შეიძლება ეს ჟეველო არ გავარდეს, იმიტომ რომ ძველი არის და მქონია შემთხვევები, რომ 10-დან 4 არ გავარდნილა. ხო, თვითონ ეს არის ჟეველოს, როგორც ვიცი, თურქულ და იტალიურ ტოპებს ამის გახეთქვა უჭირს, რუსულებზე და საბჭოურებზე პრობლემა არ არის. ხო და ესეც დატენილია პრობკის პიჟებზე, ქეჩებზე და ქაღალდის კონტეინერში. ნახოთ, აბა თუ პირველივე გავარდა, ხო კარგი. და რა შედეგს მივიღოთ? ხო, მოლოდინი არის კიდევ იმის, რომ დიდი ალბათობით ამას უკვე თავისი დრო მოჭმული აქვს ამ გილზებს. ხო და დიდი ალბათობით ბზარს აიკიდებს, შეიძლება სულ გადასკდეს, ან ცოკოლში მოწყდეს და ჩარჩეს ლულაში. ეგეც მოსალოდნელია. და რაც ყველაზე მთავარია, მოსალოდნელი აგერ ორი გასროლის შედეგად. აქ რა ნაგვის ბუკეტიც არის დატოვებული ლულაში ნობელ სპორტმა. ეს ნაგავი უნდა აალაგოს. ძალიან ბევრი მოლოდინები გვაქვს ამ მეხუთე გასროლის.
დღევანდელი დღის მეხუთე საფინალო გასროლა, როგორც გითხარით. ზედა ლულით უნდა გავწმინდოთ ამ ნობელ სპორტის დენთით. კარდონის გილზი 10 ნომერი 26 გრამი. ძველებური საბჭოთა დროინდელი ერთხელ გასროლილი და ერთხელ გადატენილი. სახვევით მოხვეული. მანძილი იგივე 25 მეტრი. კაფსულა ჟეველო. ესეც ლატარია, ან გაისვრის ან არა. ხო, და კიდევ ველოდებით ამ კარდონის ლულაში დახევა დაგლეჯვას. რა კარგად გაიშალა, ნახეთ ეს ქაღალდის კონტეინერი რა კარგად დაფქვა. აი როგორც გითხარით, ეხლა ტელეფონით გადავიღებ ახლოდან და გაჩვენებთ რა მოხდა. ესე იგი გასროლა შევასრულეთ. ასე დაარტყა კარგად და როგორც მოსალოდნელი იყო, ნახეთ რამხელა ბზარია იქიდა. აი ეს არის გასრული განივი, ეს სულ არის ბზარი გადასკდა. არ დაგვეშალა ხელში, მაგრამ აი რო დააწვე, ნახეთ. ეს უკვე აღარ ვარგა. და ლულაშიც მეტნაკლებად მეტი ის არის. ის ძველი ნარჩენი დენთის უგაიტანა და ქაღალდის არის დაფქული. რაღაც მარცვლებია ოდნავ, რა ქაღალდის მტვერია. დენთი აბსოლუტურად გატანილია ძველი ნაგავი. წავიდეთ ახლა მოვნიშნოთ სამიზნეზე და დღესამით დავამთავროთ. ეს იყო მეხუთე გასროლის შედეგი. 12 კალიბრის ვაზნა, 5 ჭრილით ცილინდრიდან მუყაოს გილზი, ძველი საბჭოთა დროინდელი მეორედ გადატენილი. 10 ნომერი 26 გრამი. ნობელ სპორტის D20 დენთზე დატენილი ქაღალდის კონტეინერში. მე რასაც ახლა უყურებ, ყველაზე კარგი თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო განაწილება ამ ვაზდამ მოგცა. მომეწონა, 26 გრამიანი ჩემი, ასე ვთქვათ, დამუღამებული ვაზდა არ მღალატობს. ის წინა ქვიშა დენთზე იყო რაღაცა პრობლემა და მაგის უკვე მივხვდით, რომ კონტეინერში არ უნდა დაიტანოს, თორე აი ესეთი ლამაზი შედეგი გვაქვს. დღეს მოდი ამით დავასრულოთ. ვისაც მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, დაგვილაიკეთ და არხიც გამოიწერეთ თუ არ დაგეზარებათ. თქვენთვის ეგ არაფერს არ ნიშნავს და ჩვენ კიდე ძალიან გამოგვადგება ჩვენს შემდგომ არხის განვითარებაში. უფრო მეტად გამოჩნდება YouTube-ის სივრცეში რეკომენდირებულ ვიდეოებში. დღეს აბა ამით გემშვიდობებით, კარგად იყავით. დანარჩენი ყველაფერი უკვე ნახეთ რა მოხდა და როგორ იყო. ყველაფერი მოხდა, შეიძლება ითქვას. ასეჩკაც მოგვივიდა, საფანტი ჟაკნათაც წაიღო, კურდღელიც ვნახეთ, თვითფრინავიც ვნახეთ, რა ვიცი, ყველაფერი. სანამ ახლა ამინდი აირია, იქიდან ღრუბელი გვიახლოვდება. ეს თან არის აწვიმარი, თან არ ძგავს. დროზე ახლა ავახვიოთ ჩვენი ნივთები და დავიწყოთ ვიდეოს დამონტაჟება, რომ დროზე ნახოთ. გამოგვიწერეთ და გვიყურეთ დროებით.